ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობის ეთერშია პროგრამა ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მე ყველა იმ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც ჩემს საინფორმატორო ფურცლებშია მოთავსებული. შვიდი კინოთეატრ რუსთაველში ახალი ფილმის პრემიერა შედგება. ფილმი ფრანგებს ეკუთვნის და გაი რიჩის სტილშია გადაღებული. მთავარ როლს კი ფილმში დიდი ძაცვა ასრულებს ჟერარ დეპარდზე და ჰარვი კიტელი. ქართულ თარგმანს რა თქმა უნდა ასერთელები შემოგთავაზებენ. დიდი კუშისა და ფორმულა 51-ის მსგავსად დღეს თარგმნის პროცესს დავესწრებით. ფრანგული ფილმია. ძალიან ბევრი ისეთი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. ჟერარ დეპარდიეთი დავიწყოთ. ჰარვი კიტელი ჯონი ჰოლიდეი, ისეთი შემადგენლობა მსახიობების ისეთია ძალიან მაგარი, თვითონ კინოც არის ძალიან მაგარი, არის გაი რიჩის სტილში გადაღებული, ევროპული, ფრანგული, ეთყობა ხელწერა, ცოტა ისეთი. კარგი დამონტაჟებული კინოები რო არის ხოლმე რაღაცებით კლიპს რო გვაქვს. და არის ამ სტილში, იუმორი არის ძალიან მაგარი შიგნით და არის დაძაბულობა მარტო იუმორი, არა, ნუ ყველაფერი არის. რა სიუჟეტი ძალიან საინტერესოა, ხდება საფრანგეთში მოქმედება პარიზში და ჩიკაგოში მერე და მაფია, ნარკოტიკები, ფული, ФБР, პოლიცია, მოკლედ ყველაფერი და იუმორში არის ეს ყველაფერი რა. მე ამჯერად ვახმოვანებ ФБР-ის გამყიდველ აგენტს, თანამშრომელს ФБР-ის, რომელიც ძალიან ცუდი კაცია, ტრადიციულად უარყოფით გმირს. კიდევ ერთ-ერთ ბოს ფრანგული მაფიის, ვენსან ბასტალდის მსახიობი დამავიწყდა, რა გვარი არის ისეთ ცნობილი მსახიობი ეს ახლა ამას. აქ მეტი აღარ გარეკო შეხა ბიჭო კაია სიაში რაც დამიწერე ყველაფერი ვიყიდე ხელთათმანები ბრიტვა ჯიბის ფანარი ელემენტები არ ეწერათ მაგრამ ხო დავაიბა წერთ სათხა ხოიკა სიაში რაც ეწერათ ჩული ხელთათმანები ბრიტვა ჯიბის ფანარი ელემენტები არ ეწერათ რა ვქნა ეგ ისე უნდა ჩავწოდო აბა ჩებით ხო თქვენ ინფორმატორის საშუალებით თქვენთვის ცნობილი გახდა ახალი სიმღერისა და კლიპის დაბადების შესახებ. როგორც იცით, დატო გომართელმა და ჯგუფმა ფორტე ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომელზეც მეტად ორიგინალური და სახალისო კლიპი გადაიღო საზა ორაშურმა. შესრულდა პირველად ეს სიმღერა ჩემს სოლო კონცერტზე 24 დეკემბერს და არც მქონდა ასე ვთქვათ რაღაც იდეაში რომ შეიძლება ესეთ სიმღერაზე ამ ტექსტით ყოფილიყო ასე ვთქვათ რაღაც კლიპიან რაღაც ესეთ სერიოზული განაცხადი. მე ისე აიტაცეს და ისე მოეწონათ მსმენელსაც რომ მე არტიმედიდან მოვიდა წინადადება რომ გადაგვეკეთებინა კლიპი. ჩვენ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ამ და თან გამომდინარე მომღერლებით ვთვლიდით რომ ვიზუალური გამოსახულება უნდა ყოფილიყო ამ კლიპში პრიორიტეტული. რამდენად სიმღერა არის პრიორიტეტული, ნუ ეს მაყურებლის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პირველ ადგილზე დგას ვიზუალური მხარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე მინდოდა რომ აი ხრივ მეჩვენებია მაყურებლისათვის და მსმენელისათვის დათო გომართელი. როგორც თქვა იგივე გატეხილ გულში ძალიან ბევრი კითხულობდა რომ მართლა შენ ხტები თუ კომპიუტერული ასე თქვა ტექნიკაა ჩარეული ამაში და ნუ მე ალბათ მიხვდები რომ არა. ალბათ ის რაც შეგიძლია უნდა მაქსიმალურად გამოავლინო, გამოაჩვენო და აი ზუსტად ამას შევეცადე მე რომ ახალი სახით წარდგენილიყავი მაყურებლის და მსმენელის წინაშე. მაყოფილი ვარ მსახიობებით, ანუ მომღერლებით, რომელიც ამ კლიპში უფრო მსახიობის ამპლუაში წარდგნენ. საჯარო ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება მოეწყო. კინოთეატრ ამირანის არტ ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ძველი თბილისის ფოტოსურათები ნამდვილად უნიკალური და ნოსტალგიური ემოციებით იყო სავსე. ეს აქცია კეთდება კინო ამირანის თაოსნობით, რომლებიც დაეხმარნენ
საჯარო ბიბლიოთეკა შეეძინა პირადი კოლექციიდან მხატვარი დავით გურამიშვილის სურათები, რომელიც მან გადაიღო საუკუნის დასაწყისში. და ჩვენ შემდეგ დავუბეჭდეთ, დავამუშავეთ ეს სურათები და დავუბეჭდეთ და რაც ახლა გამოფენა ეს არის. ჩვენ გავაგზავნეთ, ასე ვთქვათ, შველა ამ არქივის და ეს ფოტოები, რომლებიც აბსოლუტურად გახუნებული საშინელ დღეში მყოფი, დავამუშავეთ. პრინციპში ამაში დიდი დახმარება გაგვიწია ფოტოსამყარო არის ესეთი მელიქიშვილზე სტუდია. ყოველგვარი დახმარების, უსასყიდლოდ. და ამხელა სამუშაო თუ ნახავთ იმ ორიგინალებს, რაღაც სხვა სამუშაო არის ჩატარებული. გამოიფინა პირველად და საინტერესო არის იმითი, რომ დავით გურამიშვილი იყო მხატვარი. და მხატვრის თვალით არის დანახული ეს პრინციპში იმ პერიოდში ბევრს აქვს გადაღებული თბილისი, მაგრამ ის რომ მხატვრის თვალით დანახული ეს სიუჟეტები, ეს დეტალები, კაცი აქცევს ყურადღებას უფრო სხვა მომენტებს ვიდრე პროფესიონალი ფოტოგრაფი. რაღაცეები ძალიან საინტერესოა რა ჩემთვის და ვისაც თბილისის ისტორია აინტერესებს, ვისაც რაღაცა თავისი მადლი საიდან არის და რაღაცეები, ვისაც მეთვლი რომ ძალიან საინტერესო გამოფენა. საქართველოში საბედნიეროდ ფილმებს ისევ იღებენ, მიუხედავად პრობლემებისა და კრიზისისა ქართულ კინოში. მამუკა ხუციშვილი ახალ ფილმს ამზადებს, რომელშიც ბევრი ცნობილი მსახიობი იღებს მონაწილეობას. მოკლედ დანარჩენი სიუჟეტიდან ნახოთ. მაშინ ამაშავით მე ვუკუღმობდი რა სხვას მოცემ. არა. უკუღმაცა ის არის, ხო? Fashion show. ფილმის იდეას მოგახსენეთ, საიდან წამოვიდა. ეს ყველაფერი განაპირობა გიორგი სანაიას კვლევამ. ფილმი თვითონ ეხება ჟურნალისტის ცხოვრებას. ხო და ეს მაწუხებდა ეს კვლევა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა თვითონ, რომ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს ასეთი ცნობილი ჟურნალისტის კვლევა და ამ ყველაფერს საზოგადოება გარკვეულწილად ეგუება მაინც, იმიტომ რომ მას შემდეგ თითქმის უკვე დაიწყება შეძლება ეს ამბავი და აქედან ეს გროვდებოდა ნელ-ნელა და ბოლოს უკვე გამიშთა სცენარის დაწერის სურვილი. ხო და ფიქრობ რომ გარკვეულწილად ამ თემას უკავშირდება. ოთახი ძალიან განათებული ხო? დაკავებული არიან მსახიობები, ცნობილი მსახიობები, უნიჭიერესი მსახიობები, ქალბატონ ნანდული სარაჯიშვილი, მამუკა ლორია და თავარ როლში არის ნიკუშა წერედიანი, რომელიც რამდენიმე წელიწადში თავის სიტყვის ფიქრობ, უკვე იმდენად ნიჭიერია და იმდენად პროფესიონალია, რომ ძალიან მიადვილდება მათთან მუშაობა მე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა. ფილმი სახელწოდება ჯერ არ არის მოფიქრებული, პირობითად ალბათ გამოსაფხიზლებელი ნომერი 1. პირობითად. მე გადავხედავთ კიდე ჯერ მუშაობის პროცესში ვარ და ვნახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აგერ პირველად ხვდები ახალგაზრდა რეჟისორს და ძალიან მიხარია რომ დამაკავა. ნახოთ რა ვიცი, ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ და რა გამოვა არ ვიცი, მაგრამ მე მგონი კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველა ისეთი შემართებით ავართ, რომ რა ვიცი, ნახოთ, წინასწარ ვერ ვიტყვი. რა ვიცი, ეს ზუსტად ეგრე არის ახლა. რაც შეეხება იმას სცენარს და ყველაფერს, მე იმ დღეს მამუკასაც ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი ჩამოყალიბებულია, ყველაფერი ძალიან ეს ზუსტად არის გათვლილი თავისი ურთიერთობით, თავის დამოკიდებულებით, შინაარსით და აზრით, რაც არის ფილმის, მით უმეტეს დღევანდელ დღეს ცოტა ძნელია ესეთ სერიოზულ თემაზე გადაღება, რა თემაზე ეგ უკვე მაგაზე უფრო ბატონი მამუკა დაგელაპარაკებათ და რა ვიცი. ვეცდებით რომ ყველაფერი კარგად იყოს. სერიალებს გასაგებია ვერ ვიტან, რამდენჯერ უნდა გითხრა რა? მე კიდე შენი პარლამენტი არ მაინტერესებს. იცი რას გეტყვი, პრომკას თუ მოხსნი კარგი იქნება. ვცდილობთ ძალიან რთული მისია ავიღეთ ჩვენ თავზე, როგორც რეჟისორმა, ისე
ამ რაღაც მსახიობების კრებულმა და ძალიან ლამაზმა ანსამბლმა ვცდილობთ გამოვაფხიზლოთ ქართველი ერი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.